მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მეცხრე ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. სანამ აი ამ კლავს ვქსოვ, თავიდან ბოლომდე ფისო აქ იწვა და ეხა ქუჩაში ძაღლებმა ატეხეს ყეფა და შეეშინდა წამოხტა. აი ესე წევს და ძაღლების ხმაზე დაიძაბა. ძაღლი თვალით არ ყავს ნანახი, მაგრამ დაიძაბა. რაც შეეხება ჯემპრს. ბოლოს რომ გადავიღე კადრი, იქ მქონდა მკლავი თითქმის მოქსოვილი 1, გუშინ დავასრულე და დღეს ამოვიყვანე მეორე, მოვქსოვე და ახლა თვლები უნდა დავხურო ნემსით და ძაფი რაც დამრჩა, ესეთივე დამრჩა მეორეც. უნდა გავუშვა სიგრძეში და იმედი მაქვს მივიღებ იმ ხელა სიგრძეს, რომ ლამაზად და ჰარმონიულად იყოს და არ იყოს ისე, რომ აი მოკლე სტილი გამოვიდა. მოკლე სტილი თუ გამოვიდა, უბრალოდ ადრესატი შეიცვლება ჯემპრის, იმიტომ რომ არ მინდა ავურიო სხვა ფერის ძაფი ამ ნამუშევარს და მომიწევს ახალი ჯემპრის დაწყება იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც თავიდანვე იქსოვებოდა ეს. ესე არის ამის საქმე, ძალიან მომწონს საყელო როგორია გამოსული. ანუ კარგი სიმაღლე აქვს, პლუს ორმაგია, ძალიან ელასტიური გამოვიდა. ძალიან მომწონს. და მეუღლის ჯემპრს მივაზომე, აღმოჩნდა რომ ბევრად განიერი მაქვს გაკეთებული წითელი ვიდრე ჩემი მეუღლისთვის, არადა ზომა პლუს მინუს ერთი და იგივე აქვს ჩემი მეუღლეს და ჩემ ამთილს, თუმცა ახლა უკვე აღარ დავარღვევ ნამდვილად მაგის გულისთვის, იმიტომ რომ მომიწევს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დარღვევა ეს რო დავავიწროვო. ან მომიწევს მეორე ვარიანტი არსებობს ესეთი გამოსავალი, დავარღვიო იღლიებამდე და აი ეს იღლის ადგილას მოკლებები გავაკეთო. ამ შემთხვევაში მხარზე ნაკერი იქნება გადასული და სინამდვილეში ტანი გამოვა ვიწრო, ამით საკმაოდ დიდ ეკონომიას გავაკეთებ ძაფისას. კაკრეს ფისო გაიწია იქით, გაიწია. ცოტა გაშლილად რომ გაჩვენოთ, რას გულისხმობ. აი ამ ადგილას შეიძლება მას მერე რაც მოვქსოვე სიგრძე, გავაკეთო მოკლება და მოკლების მერე გავაგრძელო ქსოვა ორივე მხრიდან, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდ სხვაობას მომცემს ძაფის ხარჯში. ვნახოთ, ჯერ ვცდი დამთავრებას და ვილოცებ რომ მეყოს, თუ არ მეყო შეიძლება მსგავსი მანიპულაცია გავაკეთო და უბრალოდ არ მინდა აი ამ ბორდოსფერ ძაფს საერთოდ არ გადმოიცემა ფერი, ეს არის აი გადამწიფებული ალუბლის ფერია და არ მინდა რომ შევურიო რაიმე სხვა ფერის ძაფი. ასე რომ ყველაფერი მიკრობილია გზედ, კადმერაში უფრო მეტად ჩანს ვიდრე რეალობაში. და ვნახოთ, ახლა თვლებს დავხურავ აი ამაზე. აი აქ დავხურავ ახლა თვლებს ნემსით და დარჩენილ ძაფს გავუშვებ სიგრძეში. ერთ გორგალს სრულიად გავუშვებ სიგრძეში, მეორე გორგალით ვეცდები რეზინის მოქსოვას. ვნახოთ აბა რა გამოვა. და გარეცხვის დროს აუცილებლად ჩამოვკიდებ სამხრეებზე
და ვერტიკალურ მდგომარეობაში გავაშრობ იმ იმედით, რომ სიგრძეში გაიწელება. იმიტომ რომ სიგანეზე მეტად სიგრძე მჭირდება, ასე რომ სიგრძეში თუ გაიწელება და დავიწროვდება სიგანეში, არანაირად არ მოწყენს მე ეგ ფაქტი. გავაგრძელებ ქსოვას ახლა. მოვიტანე ნემსი, რომ დავხურო თვლები, გავწყვიტე ძაფი უკვე და რომ გავუყარო ნემსში. და ნემსი ამოვიღე აგერ ჩანთიდან, სადაც მაქვს ნარჩენები და აღმოვაჩინე, რომ საერთოდ დამავიწყდა, რომ ეს მანჟეტი, ანუ გუში, რომელიც დავამთავრე, ფოკუსი საერთოდ არა გვაქვს. აი ეს მანჟეტი ვქსოვე პატარა ზომის ჩხირით. და არა იგივე ზომის ჩხირით, რითაც მთლიან ნაკსოვს ვქსოვდი. ეცამი ცოტას, აი ესე. და ახლა ეს უნდა დავარღვიო. აი აქამდე. ამოვიყვანო უფრო პატარა ზომის ჩხერს და მოვქსოვო თავიდან და რა თქმა უნდა დამრჩება ძაფი, რომელიც აღარაფერში აღარ გამომადგება. ანუ აი ძალიან ვიჩქარე გაწყვეტა. რაც შეეხება ნარჩენებს, აი ეს არის ერთი მკლავიდან მორჩენილი. ეს ანალოგიური მეორე მკლავიდან მორჩენილი. ეს საყელო, როდესაც მოვქსოვე. ანუ საყელოს როდესაც ვქსოვდი, აი აქ ხომ ვწყვეტ ძაფს, რომ მეორე მხარე ამოვიყვანო და მე გავაერთიანო და ერთი მხარე რომ მოვქსოვე, იქიდან გავწყვიტე ძაფი, არ გამოვიყენე, მოვქსოვე ახალი ძაფით მეორე მხარი, გავაერთიანე და სიგრძე და აი ეს რა ძაფითაც დავიწყე და გავწყვიტე, იმით დავამთავრე საყელო და იმ ძაფიდან დამრჩა ეს გორგალი. და მოკლედ ეს არის მთლიანად ჩემი მარაგი, არ ვიცი რამდენი გრამია და კარგი იქნებოდა რომ ავწონო და ეს უნდა მეყოს იმისთვის რომ დავამთავრო სიგრძე ამ ჯემპრის. ახლა დავარღვევ ამ მანჟეტს და მოვქსოვ თავიდან. ეს გათიშულია, დღეს მთელი დღე 1.5 საათი ეძინა ჩემთან, აი როგორც წინა კადრში ჩავსვი მოხუტებულს, ჯერ ლამის კალთაში, მერე გვერდზე ჩაცოცდა და იქ ეძინე ჯემპრის ქვეშ თბილად, სანამ მე მკლავს ვქსოვდი. მაგრამ ეხაც ეძინება აშკარად. გადავწყვიტე რომ დავატოლო კიდევ ერთხელ ქვეშ მიდევს ჯემპრი რომელიც მოვუქსოვე მეუღლეს ეს რა თქმა უნდა ჯერ არც გარეცხილი არც დაბლოკილი თუმცა აი ჩანს რა დონეზე განიერია ეს სიმართლე რო ვთქვათ ანუ მწვანე ძალიან მოტკეცილია აქ ჩემს მეუღლეს და დიდად არ მომწონს მაგრამ ეს თითქოს ახლა ძალიან განიერად მეჩვენება მწვანე რო იყოს სადღაც აი ესე ორივე მხრიდან მომეწონებოდა მაგრამ it's okay ანუ წითელზე გვაქვს საუბარი მწვანე არის ძალიან გრძელი ძალიან გრძელი არა რეალურად ეს მანჟე ქვედა რეზინა ცოტა ზევით რო იყოს ანუ აი რეზინის ნახევარზე რო იყოს დამთავრებული დათოსთვის იქნებოდა იდეალური მაგრამ ეხლა ვფიქრობ ეს არის პირველი აი ესეთი გორგალი ორი ცალი რომ აქვს პირველი ხო და ჯერ სრულად არ მაქვს მოქსოვილი მას მერე რაც მოქსოვ მაქვს კიდე რომლითაც შევძლებ რეზინის მოქსოვას ასე რომ დავუშვიდდი მეყოფა სიგანეს რაც შეეხება ანუ როგორც თქვი გავრეცხავ და გავწელავ მაგრამ აი აქ აი ესე რო იყოს გამეკეთებინა სიგანე თავიდანვე
ანუ აი ესე. იდეალური იქნებოდა, მაგრამ ეხლა უკვე მაღაზიაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. კლავიც უფრო გრძელია. ეჭვმეპარება, რომ მწვანეზე ზუსტად 500 გრამი წასულიყო. ვფიქრობ, რომ 400 რაღაცა წავიდა და აი ამ წითელს სრულად გავიხმარ ამ ჯემპერზე აბსოლუტურად ყველა ნარჩენს რაც მაქვს და რა სიგრძეც მივიღებ, წესით იდეალური იქნება. ჩემს მეუღლესაც მოვაზომებ მაინც რომ დავრწმუნდე. რა უბისო? მოხვედი? მწვანე რა კარგად ჩანს და აი ყოველთვის წითელი უკეთესად გადმოიცემა კადრში, როდესაც კადრშივე გაქვთ მწვანე. ესეთი გადანათებული რეალურად არ არის, მაგრამ ერთ წამით აი ესეთია რეალური ფერები. რეალური ფერი წითლის და აი ესეთია რეალური ფერი მწვანის. მოკლედ გავაგრძელებ ქსოვას. გავაგრძელებ არა, ეხლა უკვე დავიძინებ, იმიტომ რომ 2 საათი დაიწყო, ანუ ეხლა უკვე 1 ოქტომბერია. ღამის 2 საათი დაიწყო, დავიძინებ. დავიძინებ ახლა და დანარჩენი ხვალე. ძიმი ბადადა. ამ ბოლო დროს ძალიან თბილი გახდა, ძალიან ითხოვს ყოველ ჯერზე მოფერებას. და თამაშს. არ მიფიქრი არასდროს რომ სახლში ხინკალს გავაკეთებდით შესაბამისად. რაღაცები არის, რაც არ გვაქვს. აი მაგალითად ჩამჩაუთრაფია ამოსაღები როა. ასე გამოიყურება ჩემი ჯემპრი, რომელიც დავიწყე გუშინ საღამოს მოგსოვე ზურგი აი ამ დეტალამდე, ანუ სანამ აი ამ ფარფლებიან ძაბს გავურევდი, დავორთქლევ, ნახე როგორ გამოიყურებოდა გასწორებული და მერე უკვე მოგსოვე აქ რამდენიმე რიგი და ამოვიყვანე წინა მხრები უკვე დღეს. ძალიან მომწონს. აქ არის დროპსის ფირმის ძაფი ეირი, 2 გორგალი სრულად.
ბოლო გორგალიდან ASE დავამთავრე ძაფი, რაც ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ესე პატარა რჩება და არა გრძელი, რომელიც იცი რომ მთელ რიგზე არ გეყოფა და თან შუა რიგში არ გინდა რომ კვანძი გააკეთო. მოკლედ, არაჩვეულებრივად დამთავრდა, მაქვს კიდევ 2 ცალი. ეხლა სიგრძეს დავაპაუზებ, მოგსოვ მკლავებს. მკლავების მოქსოვის მერე რაც დამრჩება, გავუშვებ სიგრძეში. ზუსტად ვიცი რომ 4 ცალი არ მეყოფა ამ კარდიგანის მოსაქსოვად, შესაბამისად სიგრძეს რაც მჭირდება მოგსოვ და მერე სხვა ძაფს გამოვიყენებ, რომლითაც მოგსოვ მანჟეტებს მკლავებზე და ყველანაირი დამასრულებელ შტრიხებს გავაკეთებ უკვე სხვა ფერის ძაფით. სხვა ფერის არა, სხვა ფირმის ძაფით. შეიძლება ეს იყოს ლანაგროსა პელო, რომელიც შემადგენლობის კუთხით ძალიან წააგავს ეირს, უბრალოდ ეირში სინთეტიკური დანამატი გვაქვს და პელო მთლიანად ნატურალური შემადგენლობის არის. ან მირინოს ავიღებ უბრალო რომელიმე თუნდაც ჩემი მარაგებში დავათვალიერებ თუ მაქვს რაიმე მსგავსი ფერის მირინოსი, ან კონტრასტული ფერის მირინოსი, ან მონაცრისფრო მოთეთრო დავათვალიერებ, რამე ეგეთი უეჭველი მექნება. და მთლიანად პლანკა, მანჟეტები და ქვემოთ რეზინის გაფორმებას გავაკეთებ მირინოსის ძაფით და იქნება ესეთი კონტრასტი, რომ ეს გვაქვს ფუმფულა პლუს ფარფლებით, რომელიც ლამაზად ირეკლავს შუქს, აი, აქაც ძალიან კარგად ჩანს და გლუვი მირინოსის ძაფით გაფორმებული რეზინები და პლანკა. ნახოთ რა გამოვა, ეს იყო ესეთი ექსპრონტად დაწყებული და გადაწყვეტილი ნივთი, რომელიც გუშინ საღამოს უბრალოდ ესე უცებ გადავწყვიტე. მანამდე ვიფიქრე, რომ გავაკეთებდი ჟილეტს. ჟილეტის შემთხვევაში 4 ცალი გორგალი ზუსტად ყოფნის და არ მჭირდებოდა არაფრის დამატება. თუმცა მივხვდი, რომ ამ ძაფის ჟილეტი არ მინდა რაღაცა ესეთი ფერი, ამ ფერის ჟილეტი არ მინდა უფრო მეტად კონტრასტული ფერი, ან მუქი ნაცრის ფერი, ან ყავის ფერი, ან ტერაკოტი, რაღაცა ისეთი უფრო აქცენტური ფერი. ეს კიდე ძალიან ისეთი ნაზი ბარბის ფერი, ვარდისფერი, აი ძალიან ღია, რომელსაც ოდნავია სამნისფერი ტონიც დაკრავს და მოკლედ გადავწყვიტე რომ ესეთი იყოს კარდიგანი, იმიტომ რომ ამ ჟილეტის შემთხვევაში კომბინაციაში შესაძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ თეთრი მაიკა. რაც ძალიან მზღუდავს და არ მიყვარს, ოდესაც კონკრეტულ ნივთთან კონკრეტული ნივთი უნდა მეცვეს და სხვა კომბინაცია არ უხდება და ეგეთ რაღაცები, ანუ არ მიყვარს ესეთ ჩარჩოებში მოქცევა ჩემი გარდირობის, ასე რომ ეს იქნება კარდიგანი, რომელიც შეკრულ მდგომარეობაში შიგნიდან უბრალოდ რაღაცა ხორცისფერი ან თეთრი მაიკით იქნება გაფორმებული, ან შეიძლება მაიკა ვაფშე არ ჩანდეს, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი იქნება საყელოს ჭრილი და არაფერი არ გამოჩნდება ზედმეტი, შესაბამისად დამოუკიდებლადაც შეიძლება შეკრულ მდგომარეობაში რომ გვეცვეს. ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ ვქსოვ კარდიგანს თუ მაინც შეკრული უნდა ვატარო და შემეძლო ჯემპრი მომექსოვა. არ მიყვარს ჯემპრები, ესეთი თბილი ძაფით, იქიდან გამომდინარე, რომ დახურულ სივრცეებში შესვლისა, სადაც კონდიციონერი და გათბობა ზამთრის პერიოდში ძალიან მაღალ ტემპერატურაზეა ხოლმე, უზომოდ მცხელა, მინდა რომ რაღაცნაირად გავიხადო, ცოტა ჰაერი შემოვუშვა და ამიტომ ვქსოვ ყოველთვის კარდიგანებს, რომელიც თუ ძალიან გამიჭირდა სიცხის კუთხით, ნებისმიერ ვარიანტში ჩავხსნი და სულ არ მაინტერესებს შიდა მაიკა უხდება თუ არ უხდება, ანუ გავგრილდები ისე, რომ ანუ დისკომფორტს არ ვიგრძნობ ტემპერატურის კუთხით და ამიტომ მირჩევნია ყოველთვის კარდიგანების ქსოვა. და ზოგადად ჩემს გარდერობში ძალიან ბევრი კარდიგანია და მიზერული რაოდენობის ჯემპრები. ჯამში ჩემთვის მოქსოვილი ჯემპრებიდან ახლა გამოყენებაში მაქვს სულ 2 ცალი. დანარჩენი მაქვს კარდიგანი. აი ერთი ესეთი ეხლაც მაცვია ნაცრისფერი კარდიგანი, ზუსტად ესეთი მაქვს ყავისფერი, მაქვს გრძელი კარდიგანი Alize Lana Gold-ის ძაფით მოქსოვილი, ეს 3 უკვე, მაქვს კარდიგანი მალინისფერი ლურჯი კვადრატებით, მაქვს კარდიგანი, რომელიც მოგსოვე ლანაგროსა ლუნგოს ძაფით, რომელიც ჯერ გარეცხილი არ არის და ღილები არ აქვს, ანუ 5 კარდიგანი მაქვს, რაც ახლა უცებ მახსენდება. მე-6 პროცესში მაქვს ეს და კიდევ ერთი მაქვს პროცესში ყავისფერი რძისფერში 100% შალის კარდიგანი ლამა და მირინო ალპაკას კომბინაციით. თუ ჩემ ვიდეოს ხშირად უყურებთ, აუცილებლად გახსოვთ ის კარდიგანი, ასე რომ
7 კარტიგანი მაქვს ჯამში და 2 ჯემპრი. ჩემთვის ეს არის იდეალური კომბინაცია, ანუ იდეალური თანაფარდობა ჯემპრსა და კარტიგანს შორის. მაგრამ კარტიგანები კიდევ მინდა და მინდა ჟილეტები. ასე რომ ესეთი არის პატარა სიუჟეტი, რისი გაზიარებაც მსურდა. ეხლა ძალიან გადანათებულია ფერი, რეალურად ესეთი არ არის. რეალური ფერი შეიძლება აი ესეთია რეალური ფერი. ცოტა არა, აი ესეთია და მოკლედ ჟილეტისთვის არ მომწონდა ეს ამბავი. ესეთი უცნაური კონსტრუქცია იქსოვება ახლა ჩემს მიერ. ეს არის ტრისკელეს წარმოების მირინოსი 100%, რომელიც არის სუპერ ვოში, გრიბინოი მირინოს რასაც ეძახიან. გარეცხვის მერე უნდა გაიშალოს. ეხლა ესეთი უცნაური ფორმა აქვს, მაგრამ დამიჯერეთ, რომ დავამთავრებ, გაგიზიარებთ და მიხვდებით, რა საინტერესო და საკმაოდ პრაქტიკული ნივთი იქნება. ეხლა არც კი გეტყვით რა არის ეს, ასე რომ სულ ცოტა მოვითმინოთ. თვითონ ძაბს აქვს მელანჟის ეფექტი, არის ნაცრისფერი, ძალიან ლამაზი. კადრში ახლა ცოტა მოყვითალოდ გადმოიცემა, მაგრამ სინამდვილეში არის ცივი ნაცრისფერი. აი, ახლა თითქოს უფრო ჩანს. ესე ყვითელია, ესე უფრო კარგად ჩანს. წესით ამას დღესაღამოს უკვე დავამთავრებ. დავიწყე დღეს. და დღესაღამოს უკვე მორჩები. ბოლო დღეები რის იქსოვაც დავიწყე, არაფერი არ გამოდის, ყველაფერი დავარღვიე. წითელი ჯემპრი გამოიყურება, აი ესე ფოტოს ჩავრთავ, თავიდან ბოლომდე დავარღვიე და ეხლა საქსო მანქანაზე ვცადე ქუდის მოქსოვა, რომელიც არაერთხელ მაქვს მოქსოვილი, თუმცა პატარა გამოვიდა და უნდა დავარღვიო, ანუ იმაზე მჭიდროდ მოვქსოვე, ვიდრე იყო საჭირო, იმაზე ნაკლები თვლები ამოვიყვანე, ვიდრე იყო საჭირო და ტყილა უბრალოდ დავხარჯე დრო. არის დასარღვევი. მოკლედ რაღაცნაირად არაფერი არ გამომდის, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი დროებითია. როგორც კი ეს დამთავრდება, ისევ ახალ პროექტებს დავიწყებ და ყველაფერი გამომივა, თუმცა ჯერჯერობით საერთოდ შევაშვა რაღაცა ახლების დაწყებას, დავამთავრო მარტო ის, რაც უკვე არსებობს ჭხირებზე. ყაიზნაღზე არც ერთი ნივთი აღარ მაქვს, ვარდისფერი საროჭკა დასრულებულია და ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ ფოტოს და ვიდეოს როგორ გამოიყურება, ანუ აი ამ ვლოგის ბოლოს. ხოლო რაც შეეხება სხვა დასრულებულ ნივთებს, წითელი ჯემპრი აი რეზინის მოქსოვა იყო დარჩენილი, რომ დავარღვიე. საერთოდ ცოტა არ იყოს გული დამწყდა ამდენი შრომის მერე, ამდენი დღიანი ქსოვის მერე ესე მივუახლოვდი დასრულებას და საბოლოო ჯამში ძალიან დიდი გამოვიდა თურმე და იმიტომ რომ შეკრული იყო ქვედა ნაწილი კაბელზე, არაფერი, ანუ ზომა რეალური თურმე ვერ ვხედავდი და რატომღაც ჩავთვალე, რომ საკმაოდ, ანუ კარგი ზომა იყო, მერე მეუღლეს მოვაზომე და აღმოჩნდა რაღაც გიგანტური და თავიდან ბოლომდე დავარღვე, დავტოვე მხოლოდ მკლავები იმ იმედით, რომ თუ მოვაბი თავიდან მოვხსოვე ტანი, ანუ მკლავები იდეალურ მდგომარეობაშია, ცოტათი გრძელია, შესაბამისად აი ამ
ხრის წერტილს ზემოთ რო ავწევ და მკლავიც აყვება, მშვენივრად გამოვა. ფიზო ხმაურობს. ასე რომ, რაც შეეხება მწვანე ჯემპრს, რომელიც წინა ნაწყვეტებში უკვე ნახეთ, ვერ დავამთავრებ, იმიტომ რომ ნატომ ძაფი გაყიდა და არ გვაქვს საკმარისი და ახლა ველოდებით გამოწერილს, რომ ჩამოგვივიდეს ერთი შეკვრა ძაფი და იქიდან ერთი ძალი გვჭირდება, არა და გაფრთხილებული მყავდა წინასწარ, რომ ერთი ძალი გადადეთ თქვა, იმიტომ რომ 3 დღე არ მუშაობდნენ, 2 დღე ის შედეგი, რაც ნახეთ, არის 2 დღის შედეგი. მერე 3 დღე არ მუშაობდი და გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ გაყიდეს ერთი ცალი. გაყიდეს ის ერთი ცალიც, რაც გვჭირდებოდა ამ ჯემპრის დასამთავრებლად და ახლა 4 გორგალისგან რაც მივიღეთ, ბოლო კადრში, ამის წინა კადრში ეგ გაჩვენეთ უკვე, ამის შემდეგ კადრებში გაჩვენებთ ორივე მკლავი დასრულებული რომ აქვს და ტანზე ძაფი აღარ გვეყო. რაც შეეხება კიდევ რას ვგსოვ ახლა რა მაქვს პროცესში. ვარდისფერი კარდიგანი. ჯერჯერობით არაფერი ახალი არ არის, ანუ წინა ნაწყვეტებში რაც უკვე გაჩვენებთ, ეგ მდგომარეობა გვაქვს, ანუ არ მიმატებია. ანუ ახალი რიგები არც ერთი არ მაქვს დამატებული. თუმცა ეგ კარდიგანი ძალიან ისეთი ნეიტრალურია, პლუს ამას ვიპოვე ერთი გორგალი ძაფი, რომელიც მალე ჩამომივა და დიდი ალბათობით სხვა ფერს არ გავურევ თავიდან ბოლომდე ამ ფერი, ანუ ამ დროპსის ეირით დავამთავრებ, ასე რომ მომიწევს ერთი გორგალის შეძენა. პლუს ამას ვიდეოში გაგიზიარეთ ნაწყვეტი, სადაც ამოვახვიე ბაბინის ძაფი რაც მაქვს, ამოხვეული მაქვს ამ ეტაპზე 2 წვერში, ვფიქრობ რომ ჯამში 3 წვერში გამოვიყენებ და მანქანაზე მოვხსოვ. მინდა ჯემპრის მოხსოვა დედაჩემისთვის, ამანათი უნდა გავაგზავნო იტალიაში და ქუდსაც მაგიტო ვხსოვდი. ვიფიქრე რომ ჩავდებდი ამ ამანათში, მაგრამ დღეს სამსახურის მერე ძალიან დაღლილზე, აშკარად არც უნდა მეცადა ამის გსოვა. ხვალე დავარღვევ და ვცდი თავიდან, თუ არა და ვიყიდი სხვა ძაფს და მოვხსოვ ყაისნახით, უფრო სქელი ძაფით, ნახოთ რა გამოვა. მარაგებში რაც მაქვს ძაფი, იქიდან რაღაცა ნაწილის გაყიდვა მინდა და თუ დაინტერესება იქნება, ლოთებს გავაკეთებ, ანუ რომელი ძაფების გაყიდვა სურს და გამოვაქვეყნებ ტელეგრამის დახურულ ჯგუფში და შეიძლება მქსოველების ჯგუფში, რომელიმე Facebook ჯგუფში გამოვაქვეყნო, არ ვიცი ზუსტად. შეიძლება ასევე მესხიბულზეც გამოვაქვეყნო და ვნახოთ, არ ვიცი ჯერჯერობით, უბრალოდ უნდა გადავარჩიო, რას დავიტოვებ და რას გავყიდი. მინდა რომ შევამცირო მაგის ხარჯზეც ჩემი მარაგები. ახლა რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, გვაქვს 3 ოქტომბერი. არის 11 საათი საღამოსი, უკვე ვარ ძალიან დაღლილი, გათიშული და მოვიშორებ მაგიერს, მოვწესრიგდები, ხელფერს დავიბან და უკვე დავიძინებ. ხვალე ისევ სამსახურში ამ ვიდეოს მონტაჟს შევეცდები ზეგამდე თუ რაიმეს მოგხსოვ კიდე აუცილებლად ჩავრთავ და გაგიზიარებთ და საბოლოო ჯამში მგონია რომ ძალიან დიდი და მყუდრო ვლოგი უნდა გამოვიდეს. მით უმეტეს რომ ოჯახური შეკრებების პატარა ნაწყვეტებიც ჩავსვი უკვე, მაგალითად როგორ სახლში როგორ გავაკეთეთ ხინკალი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო სხვათა შორის. პირველად მივიღე მონაწილეობა ხურციანი ხინკლის გაკეთებაში. მე და ჩემ ბიძაშვილს გვაქვს კარტოფილიანი რაღაც 16-17-ისები ვიყავით, როცა გავაკეთეთ პირველად და ხშირად ვაკეთებდით ხოლმე და ხურციანი ტრადიციული ქალაქური ხინკალი პირველად გავაკეთეთ
ძალიან ისეთი კარგი იყო ოჯახური შეკრება, მერე ეს სამზადისი, თან ვცდილობთ ხოლმე რომ რასაც ვაკეთებთ ერთად გავაკეთოთ. და პროცესითაც ვისიამოვნოთ მზადების, მერე რა თქმა უნდა, ერთად სუფრასთან დაჯდომით და საუბრით, შეჯამებით, ხშირად როგორ ვხედავთ ერთმანეთს, ვუზიარებთ რა მოხდა ამ პერიოდის მანძილზე. ეხლა როგორც ვუყურებ, 8 წუთია თითქმის ვლაპარაკობ და შევწყვეტ თორე ვიდეო აშკარად ლამის 2 საათიანი გამოვა ჯამში. ხო და გაგიზიარებთ ხვალ რასაც ხვალ მოგსოვ და ზეგ უკვე დავამონტაჟებ ვიდეოს. მეორე ხელთათმანი, უბრალოდ მეორე წყვილი ხელთათმანი, სულ მალე იქნება მზად. დღეს საღამოს გადავწყვიტე, რომ ბარემ დავიმთავრებია, რადგან ხვალ უნდა გამოვიდეს ეს ვიდეო. დღეს არის 4 სექტემბერი, არა, ოქტომბერი უკვე. ჩავჭი სექტემბერში და ძალიან ბევრი დასრულებული ნივთი მექნება. წინა კადრში რაც გაჩვენეთ, უცნაურობას რომ ვგსოვდი, უკვე დავამთავრე, გავრეცხე და წესით ხვალ უკვე იმ მდგომარეობაში მაინც უნდა იყოს, რომ ხელში დაჭერა და ჩვენება შევძლო, თუ არა და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადებულს მაინც გაგიზიარებთ, რა გამოვიდა. ეს არის სამზადისი ერთ დიდ გრანდიოზულ შეკვეთასთან დაკავშირებით, რომელიც შედგება თუ ეს მოდელები, რასაც ახლა ვგსოვთ, იქნება შერჩეული, ესე რომ ვთქვათ, დამკვეთის მიერ და არ მოგვიწევს არაფრის გადაკეთება. ასე რომ თუ ყველაფერი რიგზე იქნა და მოეწონა დამკვეთს, რაღაც კონკრეტული რაოდენობა გვექნება მოსაქსოვი, მე და გოგოებს, ასე რომ საქმე გვექნება. სარწყის მანქანა აქტიურად რეცხავს, ძლივს ნორმალური ამინდები გამოვიდა და ვფიქრობ, რომ 2 დღე ვისვენებ ხვალ და ზეგ და იქნებ მოვასწრო და რაღაც რაოდენობა გავრეცხო, გავაშრო, თორე წინა დღეები რაც ვისვენებდი, სულ წვიმა იყო და არც არაფერი არ შრებოდა, რასაც ვრეცხავდი. მოკლედ, აი ესე გამოიყურება ახლა ეს ხელთათმანი, უკვე გადასული ვარ. ერთი რიგი და გადავალ აი ამ რეზინის ქსოვაზე. 2-2-ზე უნდა მოვქსოვო და მერე თითი, აი ესა და აი ეს თითი, ასე რომ ახლა ამას დავამთავრებ და მერე უკვე მოვწესრიგდები ძილისთვის და ხვალ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ. ნახოთ, წესით საკმაოდ ისეთი დიდი განვითარებები და საინტერესო შედეგები უნდა მქონდეს ვიდეოს ბოლოში. დასრულებული ნივთებიდან პირველი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ჩემი საროჭკა, რომელიც მოვქსოვე დახურულ ჯგუფში. აი ესე გამოიყურება ეს საროჭკა ახლა. სრულიად დასრულებულია, გარეცხილია, დაბლოკილია, პლუს ამას უკვე ღილებიც აქვს. ძალიან ისეთი ლამაზი ღილები აქვს, რამდენიმე ფოტოსაც ჩავთავ. ეს ვქსოვეთ დახურულ ჯგუფში და ძალიან მოუთმენლად ველოდები, ვინც ჩემთან ერთად გსოვდით, რომ გამიზიაროთ თქვენი შედეგი, რადგან ვნერვიულობ ხოლმე ყოველთვის, მაინტერესებს, რამდენად კარგად გამოგივიდათ, რამდენად ყველაფერი გასაგებად ავხსენი და რაიმე სირთულეს ხომ არ გადააწყდით. არ ვიცი რატო, მაგრამ უკონტაქტს ძალიან ნაკლებად ვიღებ ხოლმე, თითქოს არანაირი კითხვა არ ჩნდება სირთულეებთან დაკავშირებით. ერთის მხრივ მშვიდდები, მეორეს მხრივ კიდე მაინტერესებს ხოლმე, რომ აი როგორ მიდის პროცესი, მითხარით, გამიზიარეთ. რაც შეეხება შემდეგ დასრულებულ ნივთს, აი აქ ხედავთ კომბინიზონს, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ მაქვს მონაქსოვი. აი ესე გამოიყურება ეს კომბინიზონი და მინდოდა რომ ყოფილიყო კომპლექტი. ერთ-ერთ წინა ვიდეოში მაქვს მოქსოვილი ამისთვის ქუდი და ახლა ქუდს ახარ გაჩვენებთ. და ამ ვიდეოში გადავწყვიტე რომ მომექსოვო პაწეწუნა წინდები, რაც უკვე ნახეთ. აი ესე გამოიყურება, ძალიან საყვარელია
და კიდევ ერთი კომპლექტი იქნება მზად, რომლის ფოტო და ვიდეოს შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ უკვე, როდესაც გადავუღებ ლამაზად. ძალიან საყვარელი გამოვიდა. აი, ახლოდანაც გაჩვენებთ. აი, ესეთი გამოვიდა. და ესეც ჩვენი კომპლექტი შედგა. დასრულებული ნივთებიდან კიდევ მაქვს აი ასეთი ხელთათმანები, რომელიც გუშინ დავამთავრე და ძაფები არ მაქვს დამალული და გარიცხილი არ არის. წინა ვიდეოში გაგიზიარეთ ჩემი მეუღლისთვის, რაც მოგხსოვე. ეს უკვე არის, რაც მოგხსოვე ჩემი მამამთილისთვის. აი, ერთ-ერთს წამოვიცნო, რომ უკეთესად გაჩვენოთ რა გამოვიდა. ეს არის აი ესეთი ხელთათმანი თითების გარეშე, მხოლოდ ერთი ცერა თითია. გსოვდი თავიდან თითებიანს, ანუ გადაჭრილი თითებით, თუმცა საბოლოო ჯამში ცოტა არ იყოს დამიწუნეს. მითხრეს, რომ უფრო პრაქტიკული არისო, როდესაც ესე არის სივრცე, ანუ აი ამ ადგილას არ არის თითები ამოყვანილი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ ის, რასაც ვგსოვ, ეცვეთ, ეკეთოთ, შესაბამისად არ მიჭირს ესეთების გსოვა, კიდევ უფრო მარტივია სიმართლე რომ ვთქვათ. მოგხსოვე ეს კომპლექტიც და ეხლა ეს და ჩემი მეუღლის ხელთათმანების ერთად მინდა რომ გავრეცხო და ვნახო როგორ მოიქცევა ძაფი. არაერთხელ მაქვს წინა ზამთარში ამ ძაფით უკვე მონაქსოვი. ეს არის ლანა გროსა ქაშმირ 16 ფაინი, სადაც გვაქვს 80% მირინოსი, 10 ქაშმირი და 10 პოლიამიდი. და ვაპირებ შევაგდო მანქანაში, გავრეცხო მანქანაში და მანქანაში გარიცხვის მერე უფრო ყრივი გახდება ნაქსოვი და მგონია რომ უფრო მეტად თბილი იქნება. აი აქ დავდებ. ძაფი არ მეყო ამ ხელთათმანის დასამთავრებლად და მომიწია ყიდვა, ნაყიდიდან დამრჩა საკმაოდ დიდი რაოდენობა და ვფიქრობ რომ რაიმეა მოსაფიქრებელი ამ ძაფით, დიდი ალბათობით მაქვს მოხერის ძაფი, აი აქ დევს შავი მოხერი, რომელსაც კომბინაციაში გავურევ და მოვგსოვ ქუდს ორ წვერში, ერთი ეს და ერთი მოხერი. წესი ცუდი არ უნდა იყოს, გამოვა ძალიან თბილი და იმედი მაქვს ძალიან რბილი. იმიტომ რომ არ ვიცი რა ვუყო, ეხლა აი ამ რაოდენობას აქ არის ალბათ ჯამში 40 გრამი, რომელიც ანალოგიური კომპლექტის მოსაგზავრა შეიძლება მეყოს კიდევაც, ოღონდ ჩემ ხელზე და არა მამაკაცის ხელზე, იმიტომ რომ მამაკაცის ხელზე 45 გრამი მჭირდება. ეს უკვე დათვლილი მაქვს. ასე რომ აი ეს დარჩა იმ გორგალიდან, რაც მქონდა და არ მეყოფოდა, ანუ ორ წვერში ვგსოვდა, არ მეყოფოდა მეორე ცალი ხელთათმანის მოგსოვაში. თავი შევიკავე მაქსიმალურად, რომ სექტემბერში შენაძენებიდან მქონოდა 0 და როგორც კი დადგა ოქტომბერი, ვიყიდე 50 გრამი, ჯერჯერობით ეს 50 გრამი მაქვს მხოლოდ შეძენილი, მაგრამ ეხლა ამ ვიდეოს როგორც კი დავამთავრებ გადაღებას, უნდა წავიდე და ვიყიდო შეკვეთისთვის ძაფი და ესეც იქნება პლუსები, ვეცდები ყველანაირად რომ არ ვიყიდო ბევრი, ვიყიდო მხოლოდ ის, რაც უშუალოდ მჭირდება და იმაზე მეტს აი ესე წამოვალ მაღაზიიდან, რომ ზედმეტისკენ არ გავიწვდინო ხელი და თან რასაც ვიყიდი, მალევე უნდა მოვგსოვო, რადგან ერთი არის შეკვეთა კომპლექტი საბავშვო, აი ამის მსგავსი უბრალოდ ჯინსის ფერში არაერთხელ მაქვს მონაქსოვი და მეორე დედა მთხოვა ჩემი ძმისთვის ქუდი. ამ მანეკენს რა ქუდით საფარია, ზუსტად ესეთი უნდა მომექსოვა, ოღონდ დიდი. და არ გამომივიდა, მომიწევს დარღვევა და გადავწყვიტე რომ უნდა ვიყიდო ძაფი სხვა ქუდისთვის, რომელსაც ამ ვიდეოს ჩაწერის მერე წავალ და გავაკეთებ. პლუს ამას მინდა გაგიზიაროთ მოკლედ კომბინეზონის კომპლექტს რომ გსოვდი ყავისფერს, გავუგზავნე საჩუქრად, მაგრამ საჩუქარი არ გამოვიდა, იმიტომ რომ როგორც კი მიუვიდა ჩამირიცხა ტაქსის ფული, ჩამირიცხა ღირებულება თვითონ კომპლექტის და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ იყიდა. რაც არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს მსგავსი რაღაცაები, როდესაც ვეუბნები ადამიანს რომ მინდა რომ ვაჩუქო, ეს ნიშნავს რომ მინდა ვაჩუქო. და ამ ჩუქების მომენტში არ იგულისხმება რომ რაიმე თანხით უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საჩუქრის შექმნაში.
თუმცა ამ შემთხვევაში თან ორსულ ადამიანს ჭიდაობაც არ დავუწყე და გადავწყვიტე რომ სხვა ნივთი მოვუხსოვო, რასაც უკვე უშუალოდ ჩემი სახელით საჩუქრად გავუკეთებ. ამ ნივთთან დაკავშირებით, ანუ ამ კომპლექტთან დაკავშირებით, ანუ გამოვიდა რომ იყიდა ნივთი ჩემგან და დადო ვიდეო TikTok-ზე, სადაც აღმოჩნდა რომ სანამ მე 2 თვე მელოდა როდის მოვხსოვდი ამ კომპლექტს, სხვასაც შეუყვეთა, იმ სხვისგან რაღაც უკმაყოფილო დარჩა, ანუ ნივთი რაც მოუტანეს არ გამოდგა ის რაც შეუყვეთა და ვიდეოში ამაზე ისაუბრა და კომენტარებში ძალიან უცნაური კომენტარები წავიკითხე. სიმართლე რო გითხრათ, თითქოს ხალხს მოსმენილის წაკითხulis ყველაფრის გააზრება უჭირს. ერთ-ერთმა დაუწერა კომენტარად, რომ პირველიო, იმიტომ არ მოგეწონა, იმიტომ რომ ხელით არის მოხსოვილიო და მეორე, ანუ ჩემი კომპლექტი, იმიტომ მოგეწონაო, რომ სავარაუდოთო პროფესიონალურ მანქანაზეა მოხსოვილიო და ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე კომენტარს, რომ მეთქი, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ხელები პროფესიონალური საქსოვი მანქანა გგონია თქო, იმიტომ რომ ძალიან არაერთხელ მიმიღია მსგავსი კომპლიმენტი, არაერთხელ ვთქვამთ ჩემთვის, რომ არ სჯერათ ის, რასაც მე ვგსოვ ხელით, რომ არის ხელით მოგსოვილი და ძალიან მახარებს სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩემი მიზანიც ეგ არის, რომ რაღაც ქარხნულს დავამსგავსო ჩემი ნივთები და არა კუსტარულად შექმნილს. ასე რომ თავიდან მაქვს საჩუქარი მოსაფიქრებელი. რაც შეეხება ჩემ ქსოვას, განვითარება ეს უნდა დავამთავრო. მოვხსოვო ჩემი მეუღლისთვის არა, ჩემი ძმისთვის ქუდი და მაქვს სულ 2 პროცესი, რომელიც არის ჩხირებზე. ერთი არის მალინისფერი ჯემპრი ნაწნავებით, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღარ გაჩვენებთ და მეორე არის 100% შალის ზოლებიანი კარდიგანი, რომელსაც ასევე დიდი ხანია არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არანაირი განვითარება არ მაქვს იმ პროცესებზე. წითელ ჯემპრს რაც შეეხება, აქ უნდა მოვხსოვო თავიდან, დამრჩა მხოლოდ მკლავები. ასე რომ, ესეთი მდგომარეობა მაქვს, ბოლო პერიოდი რაღაც ძალიან ისეთი პესიმისტური განწყობა მქონდა, იმიტომ რომ რაც დავიწყე, არაფერი არ გამომდიოდა, თუნდაც ეს კარდიგანი არის მეოთხე მცდელობა და ის არა რომ 4-ჯერ ვცადე კარდიგანის დაწყება, ანუ 3-ჯერ ვცადე სხვადასხვა გორგალი ძაფით, დამეწყო სოფი ჰუდი, თუ იცით, პეტიტ ნითი, სადაც არის კაპიშონი შარფით. რთული მოდელი არ არის. უმარტივესია, საერთოდ არ მჭირდება მაგ მოდელის მოსაქსოვად ტექსტური აღწერილობა, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს ძაფი არ გამოდგება მაგ სოფი ჰუდის მოსაქსოვად და თან მე არ მომწონს ეს პრინციპი, როგორც სოფი ჰუდი იქსოვება, ანუ ერთი კიდედან, ანუ ერთი სამკუთხედიდან იწყებთ გაფართოებას, მე გსოვთ ცალ მხარს კაპიშონისას, ამ ნაწილში გადადიხართ მეორე მხარეს, უკნიდან გაქვთ კაპიშონზე ნაკერი და მე გსოვთ შარფს. ეს სტრუქტურა ძალიან არ მომწონს და გადაწყვეტე რომ მომექსოვა და მეწყვა აქედან ჯუდის დაწყებითი რიგით, მოხვეული რიგებით მექსოვა კაპიშონი, მომექსოვა იმდენი რამდენიც მჭირდება და მერე ცალ-ცალკე მომექსოვა შარფი. ამ იდეას არ ვანებებ თავს, აუცილებლად გავაკეთებ, უბრალოდ აშკარად ეს ძაფი არ გამოდგება ამ იდეის განსახორციელებლად და დამჭირდება რაიმე სხვა ძაფი, დიდი ალბათობით. რაიმე აი ასეთი, ანუ ეს არის დროპსის მირინო ექსტრა ფაინი, რაღაცა ამდაგვარი ძაფი მექნება აუცილებლად გამოყენებული. ეს მაქვს 350 გრამი მაქვს. 350 გრამი არ მგონია რომ საკმარისი იყოს მსგავსი ნივთის მოსაქსოვად. ამიტომ ეს თავის დაელოდება რაღაცა სხვა ნივთს. თუმცა, როდესაც შეკვეთას დავაპირებ ამ ძაფებისას, აუცილებლად გავითვალისწინებ და თან ეს ფერი არ მომწონს, რომ მე თვითონ ვატარო მსგავსი ფერის ჰუდი, ასე რომ გადავწყვიტე, რომ რაიმე ისეთ გემრიელ შოკოლადისფერ, ყავისფერს შევუკვეთავ და რო ჩამომივა, იმითი მოვხსოვ. ასე რომ, ჯერჯერობით გეგმები რა მაქვს. ამ ვიდეოს როგორც კი დავამთავრებ, მივდივარ ძაფების საყიდლად, პირველი შეკვეთისთვის, მეორე ჩემი ძმის ჯემპრისთვის და მესამე არა, მესამე აღარ გვინდა, ძაფს მეც არ ვყიდულობ. არა. და სახლში მოსული,
უნდა დავამონტაჟო ეს ვიდეო და ყველაფერთან ერთად ვქსოვო ეს. წითელი ჯემპრი მჭირდება ნოემბრისთვის, ასე რომ არ ვიჩქარებ. აშკარად თან ჯერ არ მაქვს ეს შინაგანი განწყობა, რომ დავიწყო ეგ ჯემპრი და ისევ მაგას ვეჯდე, ასე რომ გადავდებ გვერდზე. და გადავწყვიტე, რომ დედასთვისაც მინდა რაიმეს მოქსოვა, ხუთშაბათს უნდა გავგზავნო, ამანათ 4 შაბათს უნდა გავგზავნო, დღეს კვირაა. და ხუთშაბათს უნდა წავიდეს, ასე რომ ცოტა დრო მაქვს და მინდა რომ დედასთვისაც მოქსოვო რაიმე ქუდი, ასე რომ სულ მექნება ეს 3 ნივთი პროცესში, 2 ქუდი, ეს კარდიგანი და ძაბს თუ ვიშოვი დღეს, მექნება მეოთხე ეს შეკვეთა. ანუ შეკვეთის ძაბს თუ ვიშოვი. ვნახოთ როგორ გამომივა ეს ყველაფერი. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად გაატარეთ ეს დრო. თუ კომენტარებსაც დამიტოვებთ და საერთოდ აქამდე თუ უყურეთ ამ ვიდეოს აუცილებლად აი ეს სმაილიკი დამიტოვეთ, დავაბრუნოთ ჩვენი რუბრიკა. პლუს ამას ზოგადად დიდი მადლობა რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და თუ არ გაქვთ გახსენებთ რომ გამოიწერეთ რომ არ გამოტოვოთ ხოლმე ჩემი ვიდეოები. მადლობა რომ კომენტარებს მიწერთ, რომ ალაიქებთ ჩემს ვიდეოებს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მეხმარება განვითარებაში და мотивაციას მაძლევს რომ მეტი და მეტი გავაკეთო. მადლობა რომ მიყურეთ და ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის.